მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა პოზიტივი მედიასთან და ნათიასთან ერთად. მოგესალმები მედია. მოგესალმები ნათია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მოკლედ ეთერშია გადაცემა პოზიტივი ზუსტად საერთაშორისო განმავლობაში ჩვენ ვისმენთ თქვენს პოზიტიურ განწყობაზე, ასევე გვეყოლება ძალიან პოზიტიური და კარგი სტუმარი, საინტერესო რა თქმა უნდა, ისტორიკოსი ლია ბეგლარაშვილი, რომელსაც ვთხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა, თავად როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად. როგორც აღნიშნე, ქალბატონი ლია არის ისტორიკოსი და მე მინდა დავიწყოთ მისი ბავშვობიდან, როგორი ბავშვობა ჰქონდათ, რომ მოგვიყვეთ. და ნათია, სანამ ქალბატონი ლია მოგვიყვება, მე მინდა ვთქვა, რატომ არის ახლა ეს ყვავილები ჩვენ სტუდიაში. ესე იგი, ისტორიკოსობიდან უკვე ქალბატონი ლიას აქვს ყვავილების ბიზნესი, ასე რა ვთქვათ, ხო? ნუ, რა თქმა უნდა, ბიზნესი უფრო ცოტა შეიძლება ბრწყალებში ჩავსათ, იმიტომ რომ ეს უფრო ყვავილების მოყვარული შეიძლება ყვავილებზე დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, კი ბატონო. და ჯერ სიუჟეტი ხომ არ გვენახა? კი, ჯერ ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენს არქივში მოიძებნა, შაშან გადაღებული, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არის და მოდი ვნახოთ სიუჟეტი და გებრუნდებით უკვე დასრულებისთანავე. ამბობენ, ყვავილს თავისი ენა აქვსო. ყვავილს მოფერება სჭირდება. მშობლების ხსოვნას მიძღვნილი ყვავილების სათბური, რომელიც ბეგლარაშვილს საკუთარი სახლის ეზოში აქვს გაშენებული, ერთ მიასედ მიწის ფარც მოიცავს. მასში 20-ზე მეტი ჯიშის ქართული, ჰოლანდიური, ჩინური, სამურაბე, სურნელოვანი და სახეებნე ვარდები აქვს გაშენებული. ამ ვარდებისა და ყვავილის მოშენება და მოყვანა დედის და მამის ხსოვნას მიუძღვენი და ალბათ სანამდე პირში სული მიდგია და სანამდე ვარსებობ მე ყვავილებთან ურთიერთობა მექნება. ეს არის სილამაზესთან და სიცოცხლესთან ურთიერთობა. ამ მოკრძალებულ ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს, თუმცა მარტოობას როგორც თავად ამბობს, ყვავილები უმსუბუქებენ. მისი საქმიანობით და საკუთარი ხელით მოწყობილი სათბურით უკვე ბევრი ყვავილების სალონი დაინტერესდა. შესაბამისად, ליას ყვავილების შემძენთა მსურველი დღითი დღე იზრდება. ყოველ დღე სჭირდება თითქმის ახლა ამ გაზაფხულზე ამ ყვავილებს დანამბვა და წყლის აღება. პირველად შემოდის სუმბული. შემდეგ მოსდევს უკვე ტიტები. რამდენი ფერის ტიტა მაქვს. ესენი გაიყვავილებს, მოფერება უყვარს ძალიან. საკმარისია ერთი დღე არ მიხედო და არ მოეფერო უკვე მოიწყებს. ბოლო 2 კვირა რაც ყვავილებთან მოსაფერებლად უფრო მეტი დროის გატარების საშუალება მიეცა. ლია ბეგლარაშვილი სამსახურიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. ის კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურში მუშაობდა და მის სახელს რაიონში არაერთი ღირებული კულტურული ღონისძიების ორგანიზება უკავშირდება. პროფესიით ისტორიკოსი და იურისტი ახლა საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში გეგმავს. ველოდები ახალი დროის დადგომას იქნებ ზუსტადაც იმიტომ გამათავისუფლეს, რომ სადმე შეიძლება გადამიყვანონ და უფრო უკეთეს ჩემი სპეციალობით დამასაქმონ, მაგრამ თუ არსად არ დამიძახეს და ეს თავისთავად ვადას არ გაუშვებ და აუცილებლად მივმართავ სასამართლოს, რის საფუძველზეც აუცილებლად აღდგები იგივე დაკავებულ თანამდებობაზე. ლია ბეგლარაშვილი ფიქრობს, რომ სამსახურში ისევ დაბრუნდება და საკუთარ შესაძლებლობებს კასპში კულტურის განვითარებას მოახმარს. ესე დავბრუნდით კლავაც პირდაპირ ეთერში, გრძელდება გადაცემა პოზიტივი, როგორც დაგპირდით, უნდა მოგვიყვეს ქალბატონი ლია თავისი ცხოვრების შესახებ, სიუჟეტი მომეწონა ძალიან. სიამოვნებით ვნახავდით თქვენს ყვავილებს ახლოდან. დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებდით. და განსაკუთრებით მე მიყვარს ჰოლანდიური ვარდები.
ძალიან ლამაზი. სასიამოვნოა. და ამ ყველაფრის შექმნა რა საინტერესო არის წარმოვიდგენია. და ამას ცოტა მოგვიანებით გავაცნობ ჩვენს მაყურებელს, ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც უყვარს ყვავილები და დაინტერესდება და მოგვისმენენ. და მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოგწეროთ SMS-ები, ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი პოზიტივი და ნომერი 917 78 მაგთის ბალის და ბანის აბონენტებს გელოდებით. გარბატონალია, თქვენ ხართ კასპის რაიონიდან. დიახ. და რომ მოგვიყვეთ თქვენი ბავშვობის შესახებ პირველ რიგში. კასპის რაიონში დავიბადე, სოფელ დოეში დავიბადე. ბავშვობა ძალიან ხალასი ბავშვობა მქონდა. ნებიერად გავიზარდე ძალიან. სოფელი მიყვარდა თავიდანვე. სოფლის სკოლა დავამთავრე, საშუალო სკოლა დავამთავრე, დოესის საშუალო სკოლა. და ბავშვობიდანვე მინდა გითხრათ, რომ დამოუკიდებელი ვიყავი. არასოდეს სხვაზე დამოუკიდებული არ ვიყავი და ალბათ ასეთი ხერხით ჩემი გაზრდა დღეს ძალიან გამომადგა იმ გაგებით, რომ დღეს რომ მარტო დავრჩი, რომ ფიზიკურად არ მაქვს ოჯახი, არ მყავს შვილები, რაღაცნაირად და დამოუკიდებლად მიწევს ცხოვრებასთან შებრძოლება, ეს ალბათ იმ ბავშვობის დროიდან დასაწყისის შემდგომი საერთოდ კარგია ეს დამოუკიდებლად რომ იზრდებიან ბავშვები, იმიტომ რომ მომავალში გაცილებით უფრო ეადვილებად. ალბათ ვიტყვი ხოლმე, რომ უფალმა ასე დამაწერა მეთქი, რომ აი ესეთი ძალიან ისეთი ბავშვობა მქონდა, ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, არასდროს დამოუკიდებული არავიზე არ ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრებაში ძალიან გამომადგა. და მაშინ ცოტა რთული იყო უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა და თქვენ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძეთ ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კი, ძალიან რთული იყო მაშინ ის პერიოდი, აი ძალიან ერთი შეხედვით რაც უფრო მიუწვდომელია, რაღაც უფრო ძვირფასია. ის სკოლა წარჩინებით დავამთავრე დოესის საშუალო სკოლა და ყოველთვის ვოცნებობდი იურისტობაზე ხოლმე, მაგრამ პირველივე წლიდან საერთოდ მე ვხატავდი, კარგად ვხატავდი და პირველივე წლიდან სამხატვრო გალერეაში დავიწყე მუშაობა მხატვრად. დიზაინერად. ერთი წელი ვიმუშავე და შემდეგ ის პერიოდი იყო, როცა აუცილებლად სტაჟი უნდა ქონოდა, როცა უმაღლეს სასწავლებელში აბარებდი. მხატვრობიდან შემდეგ ეხლა საშუალო სკოლა დამთავრებული, დღეს კი შეუძლიათ სერიოზულ თანამდებობებზე იმუშაო, მაგრამ ესე არ იყო და დოესის მეურნეობაში მუშად მუშაობდი. ძალიან იცით რა ვიცოდი ხო დედა და მამა მეტყოდა ხოლმე რომ აი ის უნდა ნახო თოხიც უნდა გამოსცადო ბარიც უნდა გამოსცადო ის შრომა უნდა გამოსცადო რომ შემდეგ აი ზუსტად იმ შრომელების და ის სოფლის გლეხობის ის დააფასო შრომა დააფასო და მართლაც თითქოს რაღაცა ესე შუბლზე დამეწერა თუ რა იყო არ ვიცი და იქიდან მოყოლებული საერთოდ სოფელში ვცხოვრობ სტუდენტობაც მქონდა თბილისშიც ვცხოვრობდი რაიონშიც ვცხოვრობდი მაგრამ აი რა ვიცი აი სოფლის სიყვარული თავიდანვე აი ამ გაგებით ჩამინერგა დედამ და მამამ და აი ესე შევაბერდი სოფელს კი ამას ბერს უყვარდეს სოფელი ვიცი დღევანდელი მდგომარეობა რომ გამორბის ხალხი და ესე ტოვე კი აი მე ვერაფრით ვერ დავტოვე იცით ყოველთვის მეძახის რაღაცა და ღმერთო აი ერთი ღამეც არ შემიძლია რომ მე სადმე სხვის სახლში გავათენო აი არ შემიძლია ძალიან მიყვარს ეხლა ყვავილების სიყვარულიც არ იყო მანამდე სანამ ყვავილების მოშენებას დავიწყებდი ისა სტუდენტიც ვიყავი მაგრამ კვირა არ გავიდოდა აი დღე არ გავიდოდა ორ დღეში ისე ჩემი სახლი მენატრებოდა ჩემი სოფელი მენატრებოდა არ ვიცი ეხლა ესეთი ბავშვობა მქონდა ჩავაბარე ცოტა მოგვიანებით ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მე როცა ვაბარებდი მაშინ ეხლა დღეს 1000 ფასიანი სასწავლებლებია რაღაცა ეხლა კი მივესალმები ცოტა წინ წავიდა ცოტა კი არა და ეს მაგრამ რატომღაც ეხლა მაშინ უფრო სწავლა განათლებას ცოტა სხვა ფასი ქონდა და ამდენად ცოტა მიუწვდომელიც იყო ხოლმე მე როცა ვაბარებდი
ერთ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებდი იურიდიულ ფაკულტეტზე, ერთ ადგილზე 25-22 კაცი მოდიოდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ატესტატის ქულა 4.5 იყო და დიპლომებიც მქონდა და სიგელებიც მქონდა სკოლიდან, მაინც გამიჭირდა რატომღაც, იმიტომ რომ შეიძლება და ზოგჯერ მაშინ 5-ქულიანი სისტემით იყო შეფასება და რატომღაც 3-4-იანს თუ მივიღებდი, ან 3-5-იანს მივიღებდი და 1-4-იანს რაღაც 9 ქულა დამაკლებოდა და გარეთ რჩებოდი ხოლმე. ამდენად ცოტა გვიან მომიწია ჩაბარება. რატო ხდებოდა ესე? კი. ცოდნაზე მეტად სხვა. მაგრამ იცით რა არის, პარალელურად მე კიდე ეს პერიოდი გადამატანინა, რომ მე მუშაობდი კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ექსკურსიამძღოლად. რამაც ჯერ ალბათ ცხოვრებაში ჯერ პრაქტიკა გავიარე და შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე. ექსკურსიამძღოლად მუშაობდი და ამდენად რაიონის ისტორიას ვსწავლობდი და ჩემი დიდი მასწავლებელი იყო ჩემი ხელმძღვანელი, ჩემი მუზეუმის დირექტორი და ჩემი დედის ძმა ბატონი გიორგი ხორგვაშვილი, აც გარდაცვლილი მწერალი და აი დედამ და მამამ გამზარდეს, მაგრამ ჩემი აღზრდა რატომღაც ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომ ბატონი გოგი ბიძიამ ზრდიდა და ამდენად აი ეს სიყვარული, ის ტრადიციები, ის რაც აი მუზეუმიდან ჩემში ჩაინერგა, ზუსტად აი ამ პერიოდს ეკუთვნის. კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა იმდენი დადებითი მომცა შინაგანად და იმდენად შემაყვარა ჩემი სახლის კარიდან იწყება ჩემი ქვეყნის ისტორია და ალბათ აი მუზეუმიდან როგორც ექსკურსიამძღოლი, შემდეგ მეცნიერ თანამშრომლად ეს შტატით იყო ასე, მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდი, შემდეგ განყოფილების გამგედ და პატარა ხანს მუზეუმის დირექტორის მოვალეობასაც ვასრულებდი. პარალელურად ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. რა ვიცი, შეუძლებელი არაფერია, იცით, როცა დროს თავისუფლად გაანაწილებ, როცა დროს ისე დაგეგმავდა, რატომღაც დღესაც ესე ვარ. იმდენად მქონდა ხოლმე დაგეგმილი და ისე მქონდა დრო გათვლილი ყოველ ნაბიჯზე, რომ აი ზუსტად ის ბავშვობის აღზრდიდან და სტუდენტობიდან რომ სულ დაკავებული ვიყავით ჩემი დღე სამსახურში ვიყავი, საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი, ბიბლიოთეკაში ვიჯექი, ახლა მოგეხსენებათ დღეს ინტერნეტი 1000 საკომუნიკაციო საშუალებებია და მაშინ ინტერნეტი არ იყო და ასე თუ ისე წიგნზე ვიყავი მიჯაჭული ძირითადად და ხელმძღვანელობდი წიგნით და ასე და ასე. თუმცა არც მეგობრების წრი არ მაკლდა, ისეთი მეგობრები, რომლებიც რომ დღესაც მომდევენ ბოლომდე და ისინი მასულდგმულებენ და დღესაც ჩემს გვერდით არიან ყოველთვის, აი ცოტა წიგნს მიჯაჭული ახალგაზრდობა, ეხლა წიგნს აღარ კითხულობს და ინტერნეტით და 1000 სოციალური ქსელებიც სარგებლობს, მაგრამ ჩემშიც ახლა ცოტა პერიოდს ისე დაემთხვა ბიბლიოთეკაზეც, მაგრამ დღესაც მე დიდი სიამოვნებით ვსარგებლობ იმ სოციალური ქსელებით და ეს უკვე აუცილებელია კი. ჩემი მეგობრები არიან, აუცილებელიც არის, თუმცა მე წიგნი მაინც არ მიმიტოვებია, რა თქმა უნდა, არ მიმიტოვებია ისტორია, არ მიმიტოვებია ის რაც სულიდან მოდის, რაც შინაგანად ბავშვობიდან ჩაისახა ჩემში დღევანდლამდე. თქვენ თქვით რომ გინდოდათ იურისტობა მინდოდა ძალიან, რაღაც ძალიან ძალიან მიყვარდა სამართალი და ბავშვობიდანვე ვიყავი სიმართლის მოყვარული. აი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, დედა იქნებოდა, მამა ვინც არ უნდა ყოფილიყო, არ შემეძლო. მე არასოდეს ზურგთ უკან არავის არაფერს არ მეტყვი. ვარ პირდაპირი. არ ვიცი ახლა ვისთვის ცოტა სიმკაცრეა, ვისთვის ცოტა ის, მაგრამ არ შემიძლია გვერდისავლით, ვინც რაღაციანობაში უჭირს ცოტა სამართლიან ადამიანებს. კი, ძალიან ძნელია, მაგრამ გარკვეულწილად რაღაცა ცხოვრებაში გამიჭირვა, იცით, რომ ვარ პირშემთქმელი ის, მაგრამ ამან გამიჭირვა სამაგიეროდ ისეთი სამეგობრო წრე მყავს, რომ აი ვინც ნამდვილად თქვენი მეგობარია. კი, ნამდვილად ჩემი მეგობარია და იმ ჩემმა სამეგობრომ ზუსტად ამ ხასიათით მიმიღეს, იცით, და სხვანაირად არ შემეძლო, რომ სხვანაირად ძალიან კარგი იურისტი იქნებოდი, თუმცა არანაკლებ კარგი
დიდი პროფესია გაქვთ და მუშაობთ როგორც უკვე აღნიშნეთ მუზეუმში. შემდეგ რომელ ეტაპზე გადავედით? შემდგომი მუზეუმში დიდი ხანს ვიმუშავე. ეხლა ვეწეოდი მონაწილეობას ვიღებდი არქეოლოგიურ ექსპედიციებშიც, მუზეუმთან დაკავშირებით რა საქმიანობაც იყო, ძირითადად ექსკურსია მძღოლი ვიყავ, მაგრამ მე უკვე მებარა არქეოლოგია, ეთნოგრაფიის განყოფილება, ძირითადად კასპის არქეოლოგიურ ძეგლებს ვსწავლობდით და სხვა მეცნიერებთან ერთად, რომლებიც თბილისიდან ჩამოდიოდნენ, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არქეოლოგიურ ცენტრებთან და სხვა კულტურულ დაწესებულებებთან, ეხლა სკოლებთან, იყო წიგნის მოყვარულთა საზოგადოება, ძეგლთა დაცვის საზოგადოება. აი რაღაც ისეთი ძალიან კარგად მახსენდება, დღეს მესმის, ყველაფერი მესმის, როგორც ხდება, რანაირადაც ხდება, მაგრამ არა იცით რა არის, ეხლა ნუ რა ვინ უდამზრახავს, მაგრამ მაშინ კიდე სხვა სამეცნიერო მუშაობა იყო გაჩაღებული. არ ვიცი ეს იმიტომ რომ კარგი და საუკეთესო დირექტორი ყავდა და იმან იცოდა, ნუ როგორ უნდა გვემუშავა და სულ ერთიანად ისა. ჩემთვის მუზეუმი იყო ძალიან დიდი ოჯახი. ნუ ერთი დღეც არ შემეძლო მუზეუმის გარეშე და ალბათ მუზეუმში გარკვეულწილად ჩამოყალიბდა ჩემი სამომავლო გეგმები, რომ ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, სიძველეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენ აღნიშნეთ ეთერს გარეთ, რომ გიყვართ შენახვა. კი, ძალიან მიყვარს ნივთების შენახვა. მე ძალიან დამაინტერესდა ის რადიო. კი, ეს რადიო იყო ხოლმე ადრე და ის ყველაფერი, აი ეხლა ხანს ინტერნეტში უთო ვნახე კიდე, ნახშირის უთო იყო ამ უსინათლობის პერიოდში, ისო ჩემს უთოში Wi-Fi არ ჭირდება, თუ რაღაცა ესეთი რაღაცა იყო და ძალიან მომეწონა, იცი, მაშინვე მოვძებნე, გავაპრიალე, გავასუფთავე, ეხლა შეიძლება მანამდე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ აი ესეთი რაღაცა განსაკუთრებული ეს ნივთები მაქვს შენახული და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ალბათ ეს სწორედ აი ესეთი ხედველობა, სიძველისადმი პატივისცემა მუზეუმად ჩამომიყალიბა. მე ასე ვგრძნობ. ყოველი შემთხვევისთვის მე მას ვაბრალებ. არ ვიცი ახლა. ეს არის ერთგვარი ისტორია. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ყოველთვის ტრადიციებს პატივს ვცემდით, მაგრამ აი მოვედი იქამდე, რომ მუზეუმიდან რომ წამოვედი სამსახური, მე ჩამოყალიბდა კულტურის სამსახურში, კასპის კულტურის სამსახურში დავიწყე მუშაობა და აი მუზეუმების ხაზით ვიყავი შემდეგ კულტურული ღონისძიებების მომწყობი ორგანიზატორი. ისევ მუზეუმი და რა ვიცი, ძალიან ისე. შემდეგ კიდე კულტურულ ღონისძიებებს ხელმძღვანელობდი, არა რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა ჩემი ინიციატივით, ცოტა ძალიან მიჭირს ხოლმე საკუთარ თავზე საუბარი, როგორც უნდა ისე გამიგეთ. აი პარალელურად ასპირანტურის სრული კურსი გავიარე, ვიდრე კულტურის სამსახურში დავიწყებდი მუშაობას და აი იქაც მუზეუმის გარდა ის მეორე ნაწილი ჩემთვის არის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქაც ისეთი ხელმძღვანელები მყავდნენ, დისერტაციის ხელმძღვანელები, ეს იყო ქალბატონი მარიკა ლორდ-ქიფანიძე და ძალიან მიამაყება, რომ მე დავსპეციალდი საქართველოს ისტორიის სპეციალობით. იმდენად მიყვარდა ქალბატონი მარიკა, რომ არაფრით არ შემეძლო იმის გარდა, რომ საქართველოს ისტორია მიყვარდა და მინდოდა უფრო ღრმად შემესწავლა, ქალბატონი მარიკა იყო ჩემი ხელმძღვანელი. ქალბატონი ნათელა ვაჩნაძე მოგეხსენებათ ჩემი ხელმძღვანელი, აი ნაწილი იყო დაყოფილი ის და აი ძალიან კიდე ბოდიშს მოვიხდი, ახლა საკუთარ თავზე რადგან მომიწვიეთ, თანასწორად არ არის მე უნდა ვთქვა, მაგრამ ძალიან მიამაყება, როცა მე წარვადგინე საკურსო თემა წარვადგინე, ასეთი ჩემი სოფლის ისტორია გავაკეთე თავისი ყველაფრით, სიძველით, არქეოლოგიური გათხრები იყო თუ ყველა რაც კი შეიძლება რომ ისტორია. ქალბატონია, თქვენ ბევრი პროექტები გაქვთ გაკეთებული, არც ეხლა აღარ მუშაობთ ხო კულტურის? არა, გამათავისუფლეს სამწუხაროდ და ზუსტად 1 აპრილო ხუმრობა მეგონა, როცა გამათავისუფლეს სამსახური.
ყოველგვარი მიზეზის აუხსნელად და ძალიან გული მტკივა, იცით, ამხელა მაპატიეთ კიდევ ბოდიშს ვიხდი რეგალიების პატრონი უბრალოდ გამათავისუფლა ისეთმა, რომელსაც მხოლოდ 8 კლასი ჰქონდა დამთავრებული და შეიძლება სასწავლებელი არის ნამდვილად. აპოლიტიკური ვარ, ამაზე აღარ შევჩერდეთ. დავასრულოთ და მეორე ბლოკში გავაგრძელოთ თქვენი მუსიკალური ჭრა ვნახოთ და უკვე ვისაუბროთ პროექტებზე და უბრუნდებით ძალიან მანდ კლიპი, შემდეგ რეკლამა დროებით. დაბრუნდით, დაიწყო გადაცემა პოზიტივში. უკვე მეორე ბლოკი და თან გადავიდოდეთ ჩვენ და ვინც ახლა შემოგვერთ და ვეტყვი, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ისტორიკოსი ლია ბეგლარაშვილი და ქალბატონო ლია. გადავიდეთ თქვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. მე სამსახურებრივად მევალა ღონისძიებების მოწყობა და მისი ორგანიზება. მაგრამ მაგის გარდა იმდენად გამიტაცა აი ამ სფერომ განსაკუთრებით ახლა ისტორიკოსი ვარ, მუზეუმში ვმუშაობდი მოგეხსენებათ ის, მაგრამ ეს ღონისძიებები, ეს იქნებოდა კულტურული ღონისძიებები ყველა სფეროში აბსოლუტურად დავალება მქონდა, მაგრამ მაგის გარდა სხვა გატაცებაც მქონდა. ძალიან კარგად მოვერგე ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში მედიათეკა გავაკეთეთ. ერთ-ერთი იმედის გმირი ქალბატონი ზიზი თორთლაძე იყო პროექტის ავტორი და მის კოორდინატორად მუშაობდი მე ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში. ძალიან სერიოზული ერთწლიანი პროექტი იყო და მისი აქტიური მონაწილე გახდით და ძალიან მახარებდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა. ამ პროექტში ჩართული იყო ჟურნალისტი, მოგეხსენებათ, წარმატებული ჟურნალისტი და ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი გოდერძი შარაშია. იმედის გმირი ზიზი თორთლაძე და მე ვიყავი კიდე რეგიონის კოორდინატორი. ძალიან აქტიურად გაიშალა აქ მუშაობა. ეხლა იმის გარდა რომ ივანე ჯავახიშვილი ყურადღებას იპყრობდა თავისი სამეცნიერო შრომებით, ეხლა ბევრმა კი არ იცის და ხშირად ერევათ ხოლმე მიხეილ ჯავახიშვილი და ივანე ჯავახიშვილი ერთმანეთში და მოგახსენებთ რომ ერთ-ერთი წარმატებული მუზეუმი არის ჩვენთან სოფელ ხოვლეში და არც ტურისტები არ აკლია ხოლმე სხვათა შორის. ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში ძალიან კარგად მახსენდება ეს პროექტი. სულ რაღაც 2 წლის წინ იყო. მე იყო ჩემი ინიციატივით და რა თქმა უნდა რაიონის ხელშეწყობით, თორე მარტო ვერაფერს ვერ გავხდებოდი. რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. თვით გოდერძი შარაშიამ ჩაატარა გოსტიბეში სერიოზული დიდი დღესასწაული. ეს გოსტიბეობა არ იყო, ეს იყო სოფლის გაცოცხლების აღდგენის დღე, როცა სინათლე შევიდა გოსტიბეში, სოფელ გოსტიბეში ნასოფლარი იყო, რომელიც 50-იან წლებში დაიცალა, ანუ რამდენჯერმე დაიცალა და ისევ დაბრუნდა ქალაქიდან სოფელში და დღესაც მიყვარს ძალიან, კაბერიც მიყვარს, კაბერის ციხე მიყვარს ძალიან, გოსტიბე მიყვარს და იქაურები თუ დაიწყო და 2 კომლი ცხოვრობდა, დღეს გენაცვალე 30 და კიდევ უფრო მეტი და სინათლეც ხალხმა დაიწყო შედინება იმ სოფელში და ეს მთის სოფელი კი არის, მაგრამ უკვე ხალხი დაამაგრდა, უკვე მისდევენ მიწათმოქმედებასაც, მესაქონლეობასაც და რაღაცა გარკვეული ძალიან პატარა წვლილი მოკრძალებული, მაგრამ ძალიან მიხარია ხოლმე გოსტიბეში ასვლა, იმიტომ რომ ამ ღონისძიებებში მონაწილეობდი და ყოველ შემთხვევაში ამის დიდი სურვილი მქონდა, რომ მათ გვერდზე ვყოფილიყავი. კარგად მახსოვს გამორჩეული ღონისძიება იყო წერლის მე დავასახელე, ეს იმიტომ კი არა, რომ ჩემი ბიძის მიძღვნილიაც გარდაცვლილი გიორგი ხორგუაშვილის სადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო დაბადების 85 წლისთავი გადაუხადა რაიონმა, რომლის ინიციატორი მე ვიყავი და სხვათა შორის არ დაგიმალავთ, რომ ძალიან არ უყვარდა ხოლმე მაინც და მაინც ყოველთვის ჭრდილში
დგომა უყვარდა ხოლმე, მაგრამ ნამდვილად თუ ვინმე იქნებოდა ღირსი რაიონიდან, ის იყო რომ სიცოცხლეში არინება მან იუბილის გადახდა, მაგრამ გარდაცვალების მერე მაინც მოვახერხე და დიდი მადლობა მაშინდელ რაიონის ხელმძღვანელობას, რომ ძალიან აქტიურად დამიდგნენ გვერდში და გამაკეთებინეს ეს ღონისძიება. ისეთი დიდი სტუმრები, რასაც ქვია, რესპუბლიკის სად არის სტუმრები იყვნენ აქ ჩამობრძანებული, ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის, გურამ დოჩანაშვილს სტუმრობდი მწერალს და ძალიან მიამაყება, რომ ისინი უშუალოდ იცნობდნენ ბატონ გოგის და სხვა უფლებაც არ მქონდა, რომ მის სამეგობროსთან არ მისულიყავი და კიდევ ერთი გახსენება არ გამეკეთებინა მის საპატივსაცემოც და დღესაც ბატონ გურამ დოჩანაშვილთან ძალიან მიყვარს ეს კლასიკოსი წერალი, მისი ნაწარმოებები და მიყვარს ორმაგად კი არა 10 მაგად, იმიტომ რომ ეს ბუმერაზი მწერალია და იმიტომაც რომ მე ძალიან ახლოს ვიცნობ და ხშირად მანებივრებს ხოლმე თავისი ავტოგრაფებით, წიგნებით და ასე შემდეგ, ასევე გამოყოფდი ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო ვიდეო კოლაჟი ჩაგვაწერინა, მოგცა, თუმცა თვითონ ვერ შეეძლო აქ ჩამობრძანება და ეს ჩამობრძანდნენ დიდი სტუმრები, თვითონ გიორგი ოთხმეზური ბრძანდებოდა, ქალბატონ მარიკას შვილი, დიდი ისტორიკოსი, ცინცქილაძე, ზურა ცინცქილაძე, ჩემი მეგობრები არიან. ეხლა იმის გარდა რომ ჩვენ ალბათ ერთად რომ მუშაობდით მე და ბატონი გოგი, ალბათ ჩვენი საერთო სამეგობროც იყო, გარდა იმისა რომ ასაკობრივი სხვაობა იყო, სამეგობრო თითქმის მწერლებიც და პოეტებიც და მხატვრებიც და არქეოლოგებიც თითქმის ერთი სამეგობროდან იყვნენ, იმიტომ რომ ფიზიკურად მე მუზეუმში გავიზარდე და სხვა უფლებაც არ მქონდა, იმიტომ რომ ისინი ჩემზე ასაკით უფროსები იყვნენ, მაგრამ ვთვლიდი რომ ესენი მეგობრებიც იყვნენ და თანამშრომლებიც იყვნენ. გამოყოფდი წესი თulis თქვენი ასეთი შრომა. საკმაოდ ეხლა მოგეხსენება ცოტა ასაკი დიდი არ მაქვს. მაგრამ აი ბავშვობიდან მაგრამ კი, აი ესე მუზეუმში სადღაც 26 წელი ვიმუშავე და იმიტომ კარგად მახსოვს ეს ყველაფერი და იქ გავიზარდე, თითქმის იქ ჩამოვყალიბდი. კარგად აი ჩემი მეგობარი, არა მარტო როგორც ჩემი მეგობარი, დათო ბაძაღუას მხატვრის, მსოფლიო მხატვართა ათეულში შედის, დავით ბაძაღუა, დევნილი მხატვარი არის და მისი გამოფენა, რომელიც აფხაზეთის კულტურულ ძეგლებზე და მემკვიდრეობაზე გააკეთა გამოფენა, ერთ-ერთი სერიოზული და დიდი მხატვარია და მოვიწვიეთ და დიდი გამოფენა გააკეთა და გორიდანაც მეუფე ანდრია ყავდა, იყვნენ სხვა ეპარქიიდანაც მოწვეული სტუმრები, როგორც აფხაზეთის ძეგლების, აი მემკვიდრეობაზე და ის განსაკუთრებით, აი ყველა სფეროს ადამიანები იყვნენ და ეს იყო სერიოზულად რაიონის დიდი ღონისძიება. აი მე ვერ წარმოვიდგენდი, მე აი არავის მას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ კასპიდან, უბრალოდ აი რეგიონიდან ასეთ დიდ ინტერესს გამოიწვევდა ეს მხატვრობა, მისი მხატვრობა. იმდენად საინტერესო იყო, იმდენად დიდი ღონისძიება იყო, რომ მეუფე ანდრიამ გორში გადმოიტანა ის გამოფენა და აქაც თითქმის ჩემი ინიციატივით ხდებოდა ეს ღონისძიება და ძალიან კარგად მახსოვს. ამაზე სერიოზული გადაცემები იყო, სერიოზული ვიდეოები იყო, გაჟღერდა სოციალურ ქსელებშიც და ტელევიზიებშიც. ღონისძიებაში მონაწილეობას ვინ იღებდა? შიდა ქართლიდან თუ მხოლოდ შიდა ქართლიდანაც და კასპიდანაც. ეხლა რატომღაც ისე გავთამამდი და იმდენად კარგი ღონისძიებები გამოგვდიოდა, რომ არ მინდოდა მარტო კასპის არეალში ჩავტეულიყავით და ეს მინდოდა რეგიონშიც, რა თქმა უნდა და მაშინდელი გუბერნატორიც, ხელისუფლების წარმომადგენლებიც
ერიც და ბერიც აბსოლუტურად ყველა იყო ჩვენს გვერდით და მადლობა კიდევ ერთხელ მათ მაგისთვის და ეხლაც ძალიან კარგი საქმეა დაწყებული და ვაგრძელებ მიუხედავად იმისა რომ მე სამსახურში აღარ ვარ და დამატოვებინეს სამწუხაროდ სამსახური მე ნამდვილად არ გაუბოროტებულ ვარ და კიდევ იმდენად სულში მაქვს იმდენად სისხლში მაქვს გამჯდარი ისევ რომ მე რა ვქნა ეხლა ხელფას არ ვიღებ იქიდან, მაგრამ მაინც იმდენად დაწყებული საქმეა, რომ ყველაფერი მიყვარს, ძეგლების პატრონობაც მიყვარს და აი სოფლის ისტორიაზე მოგახსენეთ დოესიდან ვარ და რაღაცა ჩემი დისერტაციის ნაწილი არის დოესის ისტორია და მთლიანად ვსწავლობ ის და 1970-დან 73 წლებში პატრიარქი იყო ჩვენი თანასოფლელი და ძალიან მიამაყება ეფრემ მეორე ერისკაცობაში გიგო სიდამონიძე ჩვენ სოფელში დაიბადა დოესში დაიბადა მოღვაწეობდა ძალიან ვინც კი იცნობს ძალიან ესეთი ტრაგიკული წარსული აქვს ის რამდენჯერმე გადაასახლეს მიუხედავად იმისა რომ არ გვინდა გავიხსენოთ სტალინის პერიოდი გორში ვარ და ცოტა უხერხულათაც ვარ მაგრამ იყო ის პერიოდი და მის მიუხედავად იმისა რომ სტალინთან ერთად სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში ეფრემ მეორე არც იცოდა ისე დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს და ეხლა ერთ პატარა მას მოგიყვებით რომ როცა იქიდან უკვე გაუგია და გაათავისუფლეს პატიმრობიდან და ციმბირიდან იქ ხეთყის დამამზადებელ საამქროში მუშაობდა უკარო ბრუნდებოდა თვითმფრინავი აფეთქებულა და სამნი მოდიოდნენ სამნი იყვნენ თუ რამდენი აფეთქდა თუ ჩამოვარდა თვითმფრინავი და სხვათა შორის ყველა ჯერ მაშინ არ იყო პატრიარქი ჯერ სემინარიელი იყო და ნუ საეკლესიო მოღვაწე კი იყო და გადასახლებაში რატომ მოყარატო გადაასახლეს როგორც ყველა ისე გადაასახლეს თუმცა ისე საეკლესიო მოღვაწეობას ვიცით ის პერიოდი რა იყო საეკლესიო მოღვაწეობას მაინც ეწეოდა და ვიდრე პატრიარქად ეკურთხებოდა მანამდე უკარო ბრუნდებოდა ეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის პერიოდში მხოლოდ ეფრემ მეორე გადარჩა ესეც ალბათ სასწაული იყო და უნდა ვიწამოთ კიდევ ერთხელ აი ხდება სასწაულებიც ხდება და ამავე დროს ალბათ უფალმა ინება მისი გადარჩენა თუნდაც იმიტომ რომ იმის მერე ეკურთხა ეპისკოპოსად დიახ საინტერესო ისტორია არის ძალიან და აი ახლა მე ეს რატომ მოვყევი იცით მისი სახლ-მუზეუმის გაკეთება გვაქვს გადაწყვეტილი ის დაიბადა იმ ადგილზე სადაც მე ძალიან ხელი შეგვეწყო მეუფე ანდრეამ კურთხევა მომცა რომ სოფლის ისტორიის მუზეუმის პატარა ერთად ახსაც დაედო ბინა სოფლის ისტორიის მუზეუმს, სადაც ძირითადად მის ცხოვრება აისახებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველი ადამიანის ცხოვრება სოფლის ისტორიას უკავშირდება და ამიტომ ერთი პატარა კუთხე იქნება გამოყოფილი სოფლის ისტორიაზე, თუმცა სასურველი იქნება, რომ უფრო მეტი ადგილი დაეთმოს თვითონ პატრიარქის სახლ-მუზეუმი იქნება და ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება და ალბათ ბევრმა არც გორელმა იცის, არც ქართველმა და არც კასპელმა ჩვენ გვიამაყება რომ ეფრემ მეორე ნამდვილად ჩვენთან დაიბადა და მუზეუმი გაიხსნება ტურისტულ მარშრუტში ჩაერთვება თუმცა ეს საეკლესიოს დაექვემდებარება ეკლესიას დაექვემდებარება საპატრიარქოს თქვენ ჩართული მაგრამ დღესაც ვარ და დღესაც აქტიურად იმიტომ რომ სოფლის ისტორია მაქვს გაკეთებული გარკვეულწილად ისევ მუშაობ ისევ გვარების ისტორია ისევ ყოველი გოჯი მიწამისი ყოველი ტოპონიმი ყოველი ის და რაღაცნაირად თქვენ სოფელში გვარების ისტორიაზე მუშაობთ თუ საერთოდ? საერთოდ დავამუშავე, მაგრამ მოგეხსენებათ ისტორია არ მთავრდება, ჯაჭვური რეაქციით მიდის, თუმცა ძალიან ბევრი გავაკეთე, მაგრამ ბევრიც ძალიან გასაკეთებელი არის, თუნდაც კასპის ისტორია, სოფლების ისტორია, ყოველი კიდევ ვიმეორებ გოჯი მიწა შესასწავლია, არქეოლოგიური გათხრები დაკონსერვებულია და ქვეყანას გაუჭირდა იმ პერიოდში ის, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ კი სადღაც მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი ხმა მივაწვდინო ვინმეს, დიდი სიამოვნებით დავიცავდი ისევ იმ ისტორიულ
ძეგლებს, რომელიც ზოგი დაანგრევის პირასაც არის, აი მაგალითად რკონის სამონასტრო კომპლექსს, კედელი გადანგრეულია, სოფელ მდინარე თეძამს მისი კალაპოტი შეუცვლია და ისია რომ ჰაერშია გადმოკიდებული ის და აი პატარა შეიძლება რყევა იყოს და ის რომ მთლიანად ჩამოიშალოს. აი მე ძალიან სოციალური ქსელებიდან რამდენჯერმე დავდე ეს სტატუსი, ძალიან მინდა რომ მოხედონ. ეს არა მარტო ჩვენს რაიონში, არამედ ყველგან ეხლა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მიექცეს ყურადღება, თუმცა მე ცარიელი ხელებით ძალა არ შეძლებს. ეხლა თუ კი მე რაღაცა ორ თეთრს დავაგროვებ და ისე დიდი სიამოვნებით შევწირავდი და ჩავდებდი იმისი კეთილდღეობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. გეხმარებიან აი ესეთი ისტორიული ძეგლების კი, აი ყველას ვალია იცით. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე ხელფას ვიღებ, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე. მე არა ვარ ისტორიკოსი. უნდა გვიყვარდეს და უნდა ისევ იქამდე მივდივარ, რომ აუცილებლად იმ სიძველესაც უნდა პატივცემდეთ. ეს არის კასპის რაიონიდან მსოფლიო ისტორიული ძეგლები გვაქვს და საერთოდ 350 აღრიცხული ძეგლია რაიონში. კასპის რაიონში მეორე ადგილზეა საქართველოს მასშტაბით. ერთი არის ქვემო ქართლი, მაგრამ მე მგონი იმდენი აღმოჩნდა და იმდენია კიდევ ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ძველი ქალაქია, ანტიკური ქალაქია, უფლის ციხესთან, ოძრხესთან იხსენიება ქალაქი კასპი. კასპში იმდენად მაღალ დონეზე მდგარა განათლება და კულტურა, რომ აქ იზრდებოდა ვახტანგ გურგასალის და მირამ დუხტი. ეს ცოტას არ ნიშნავს, იცით, ქალაქობდა, თავისი სპასალარი წყოლია ქალაქს და მსოფლიო კულტურის ძეგლებში 12 ძეგლიდან 5 კასპის რაიონიცაა ძეგლი შესული. ეს არის რკონი, ქვათახევი, ერთაწმინდა, იკვი, სამთავისი. ეს მსოფლიო უნიკალური ძეგლებია თავისი მოხატულობით, თავისი ისტორიული ღირებულებებით და მოგეხსენებათ ახლა ისტორიაზე რომ დავიწყო, ნამდვილად ჩვენ 1 საათი ვერ გვეყოფა და ცოტა მაპატიეთ, მაგრამ ამით შემოვიფარგლები. სანამ მეორე ბლოკი დასრულდება, მე მინდა გკითხოთ, ვინ არის თქვენი მისაბაძე ადამიანი? და იქნებ გითხრათ. ჩემთვის ძალიან ბევრია. ალბათ ჩემი სამეგობრო, ალბათ ის სამეგობრო მყავ, ვისაც უნდა მე მივბაძო. ანუ ვინც მე სულიერად მაცოცხლებენ, ვინც ბოლომდე ჩემს გვერდით, ალბათ ის მეგობრები, იმიტომ შევიძინე და იმიტომ მყავს ბავშვების მეგობრებიც, რომ მე იმათი სულით ვსუნთქავ და იმათი თვალით ვიხედები. ალბათ ვახსენე გურამ დოჩანაშვილი, მწერალი, ვახსენე ქალბატონი მარიკა ლორდ-კიფანიძე, ისტორიკოსი, ჩემი კიდევ ახსენე და ალბათ ვერასდროს ვერ დავივიწყებ მის ამაკს, რომ დიდი წვლილი აქვს ჩემს აღზრდაში. ეხლა კითხვის ნიშნიანია როგორი და რანაირად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ვცდილობდი. ბატონი გოგი ხორგუაშვილი ჩემთვის მისაბაძი იყო ყოველთვის და გიორგი კალანდია მიყვარს, მოგეხსენება ცნობილი ისტორიკოსი, იმიტომ რომ სულ ფუტკარივით ფუსფუსებს, ფუტკარივით შრომობს ხელოვნების მუზეუმის, კინოს, თეატრის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, რომ ეს გახლავთ გოდერძი შარაშია, ჩემი მეგობარი დათო ბაძაღოა, ჩემი მეგობარი ასე ძალიან შორს წავალთ, ბოძის მოვიხდი, ვინც ვერ ჩამოთვალე და ღირსი იყო და დიდი მადლობა მათ მეგობრობისთვის, რომ მთელი ეს თქვენი მისაბაძე ადამიანები არიან თქვენი მეგობრები. კი, რა თქმა უნდა. თუ არის ისეთი რამ, რაც ვერ გააკეთეთ ამ სფეროში მუშაობის დროს და რის გაკეთების სურვილიც გაქვთ? აი მუშაობის ისა ცოტა ადრე მომესწრო გათავისუფლება. ნამდვილად კიდევ მქონდა იმისე ძალიან ბევრი რამე დამრჩა განუხორციელებელი, მაგრამ ესეც არ უნდა იყოს პრობლემა, იცით, არ უნდა იყო ვალდებული. შინაგანად უნდა მოდიოდეს ის ვალდებულება, ადამიანური მომენტი, თუ რა თქმა უნდა საქმე გიყვარს და როცა საქმე გიყვარს, ყველაფერს მიაღწევ. თუმცა იმედია, რომ რა ვიცი, თუ კი ვინმეს ვჭირდები, კიდევ იქნებ დამიძახონ და იქნებ რაღაცა გარკვეული სფერო ჩამაბარონ თუს, მაგრამ რატომღაც ახლა გამომიშვეს გულდაწყვეტილი ვარ, იცით, მე
სამსახურიდან თუმცა მაგ სამსახურთან შემოიფარგლებოდ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. პირველად ვნახე თქვენარი ადამიანი, რომელიც ასეა შეყვარებული თავის საქმეზე და არ ვიცი, ძალიან ცუდი არის, რომ აი იმ საქმეს ვეღარ აკეთებთ. კი, იცით, აი სამსახურიდან რომ გამომიშვეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნუ აი ბევრი შემოთავაზებებიც მქონდა სხვათა შორის ტელეკომპანიებმაც თბილისიდან, ჩემმა სამეგობრობმაც, ნუ უბრალოდ იუხერხულეს. ალბათ ეხლა ძალიან მაპატიეთ, მაგრამ ესე იგი რატო რა მოხდა? ყველა გაკვირვებული იყო და დღეს ყველაც გაკვირვებულია და მეც გაკვირვებული ვარ და დღესაც ვერ ამომეცნია მიზეზი რა იყო, მაგრამ ალბათ ის იყო რომ დროს მე მართვადი არ ვიყავი და ვიყავი დამოუკიდებელი. ისევ ეს დადებითია ჩემთვის და უარყოფითია, ეს უკვე ვეღარ გავაკეთებ. დადებითია ის არ ვიცი, მაგრამ დადებითია. ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებელი. კი, ძალიან დამოუკიდებელი ვარ და კიდე ეს გადაცემა დავიწყეთ იმით, რომ დამოუკიდებელი და ვიქნები დამოუკიდებელი ძალიან კარგი. და ჩვენი მეორე ბლოკიც ამოიწურა. წინ გველოდება ძალიან საინტერესო ბლოკი, ყვავილების ისტორია. ყველა საინტერესო ვფიქრობ. მოკლედ, ვნახოთ მუსიკალური ჭრა, შემდეგ ვნახოთ რეკლამა და გიბრუნდებით ძალიან მალე არ გადართოთ. დროებით. მაგრად ვიდგე, ძლიერად უნდა ვიდგე, საერთოდ ცხოვრებაში მომწონს ძალიან ძლიერი ქალები, როცა არავიზი არიან დამოკიდებული და როცა მეუღლეებს და კაცებს არ შეყურებენ ხელში. აი, ცოცხალი ადამიანი რომ ხარ, ხო რაღაც უნდა შექმნა, იცი და ვიფიქრე რა უნდა ვაკეთო, რა ვიღაცაზე უნდა ვიზრუნო. კი ბატონო, იმ ჩემ ძმას თავისი ცოლ-შვილი ყავს, იმას თავისი საზრუნავი აქვს. კი ბატონო, მეც გარედან ვიზრუნებ, მაგრამ აი ეს შინაგანი რაღაცა, რომელიც რომ ყოველთვის უნდა გქონდეს საზრუნავი, ვიფიქრე რა უნდა გამეჩინა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ რაღაც უნდა შემექმნა ისეთი, რომელიც იმ ქვეყნად დედასაც გავახარებდი და მამასაც გავახარებდი. და ძალიან უყვარდა ყვავილები. მამას ძალიან უყვარდა ვაზი. ახლა და ყველაფერიც მოყვარდა და შრომასაც ვიყავი მიშვეული სხვათა შორის და არც არასდროს არ მერიდებოდა ფიზიკური შრომისა. ნუ ერთ ხალხს ქათმებიც მოვამრავლე. რაღაცა უცხო ჯიშები მიყვარს, იცი? ახლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყვავილნარი გავაშენე და მინდა რომ ფარშევამ გიმყავდეს. ნუ რა არის ახლა ეს? ხო, არაფერი ის, მაგრამ უნდა მყავდეს, იმიტომ რომ მიყვარს სილამაზი, საქმე მიყვარს. აუცილებლად ნუ რასაც შევიფიქრებ, უნდა გავაკეთო და ნუ რა ვქნა ახლა ეს? ყველა ფარშევამ გიგეყოლებათ კიდევ იქნება ჩვენი სტუმარი. ხო, აი ნუ რა თმინდა, მაგრამ მიყვარს ის სილამაზე, აი რატომღაც მინდა რომ ჩემს ყვავილნარში ფარშევები. და თქვენი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ის სიმარტოვე რაც აი სიმარტოვე ზუსტად იმ ყვავილების სიყვარულში ჩავდე. და რომელიც შემდეგ დროთა განმავლობაში იქცა ერთგვარ ბიზნესად. ერთგვარ ბიზნესად იქცა, იცი, არასდროს არ მიფიქრი, ახლა მიუძღვენი დედმამის ხსოვნას, ყვავილის მოშენება. აი ეს ჩემი მწუხარება ჩავდე ყვავილებში, ყვავილნარში, იცით. აი ძალიან საინტერესოა. ეს ცოცხალი ორგანიზმია, ყვავილი სუნთქავს. სიუჟეტში თქვენ თქვით, რომ თუ ერთი დღე არ მოეფერებიო, მე რა უკვე მოწყენილები არის. კი, აი ადამიანები ვითარიან. გრძნობენ, უნდა მიეფერო, უნდა მოვალერსო. აი არ არსებობს მე დილით ადრე სანამ გათენდება ერთი სული მაქვს. რომ გათენდეს რომ მე ყვავილებში უნდა შევიდე. აი პატარას მივეფერები, მართლაც ისე რაღაცა სასწაულად მე ვგრძნობ არ ვია ასე გაიშექმნილი არის შესაბამისად. თავიდან ძალიან ისე ახლობელმა მითხრა რომ ეხლა ამდენი ყვავილები გაქვს რაღაცა და მოდი და
კიდევ მიამატე და ერთგვარი ის უფრო გაგახალისებს კი ბატონო ის დავრგე ძალიან მცირედ. ახლა ამ მცირედმა იმდენად ბევრი მომცა, იმდენად დავწმუნდი რომ ეს დეპრესიული ფონი მომიხსნა, იმდენად უკვე იცით სხვა სფეროში გადავარდი. უცებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სფერო და ჩემი სპეციალობა არ მიმიტოვებია, ახლა უკვე დავფიქრდი, იცით? კი ბატონო, ახლა ძეგლების ისტორიას ვსწავლობ, გვარების ისტორიას ვსწავლობ, სოფლის ისტორიას ვსწავლობ, სკოლის ისტორიას, ყოველი გოჯი მიწის, მაგრამ მოდი და ახლა ყვავილების ისტორიასაც შევისწავლე. დაინტერესდი და თქვენ წარმოიდგინეთ, აი თითოეული ყვავილის სახელსაც კი, მისი წარმოშობის ისტორიაც კი ჯერ იქიდან ვიწყებ, იცით? ვიწყებ მისი ბუნებრივი კლიმატური პირობების შეგუება, როგორ შეიძლება. მერე იქ მეგობრები მყავს ჰოლანდიაში, მეგობრები მყავს ამერიკაში, მეგობრები მყავს სხვაგან და სხვაგან, ისე რომ ის და თითქმის იცით რას ვცდილობ რომ შემოვიტანო და ჩვენ კლიმატურ პირობებს მოვარგო. როგორ შეიძლება? სელექციაზეც კი მუშაობ, თქვენ წარმოიდგინეთ, სელექციაზე მუშაობ. ეხლა ეს მამაკაც გაუჭირდება. მე არაფრით არ მეგონა თუ გასვლას ვისწავლით და ვარც ვისწავლი. 10000 ძირი ვარდი მაქვს. 27 ფერის და კიდე სხვა სახეობის. ეხლა ამას პატარა მოვლა არ უნდა, მაგრამ ეს მე არ მღლის იცით? ეს პირიქით მახალისებს. ყვავილები მაქვს უამრავი, თითქმის 100 ჯიშის ყვავილი მაქვს, მაგრამ ძირითადად ჰოლანდიური, ავსტრალიიდან შემოტანილი ყვავილებიც მაქვს, ამერიკიდან შემოტანილიც, მაგრამ ალბათ მაინც ჰოლანდია ყვავილების სამშობლოა მოგეხსენებათ და ჰოლანდიიდან გადის ყველგან, მაგრამ იქ შეგუებული პირობებით ამერიკაში რო წავიდა ჰოლანდიური ყვავილი, ამერიკიდან მერე შემოვიდანე. უბრალოდ ამას ვაკვირდები, იცით? მე აი ამ ყვავილებმა მე მომცა რა რომ ესე იგი ზაფხულში რომ გადავამწვანე და გავაკეთე ეს ყველაფერი ტიტების რამდენიმე ფერი და სახეობა მაქვს გლადიოლუსების 18 ფერი თუ 20 ფერი ვარდები არ ვიცი თუ რამ ფერი არსებობს თავისი ფორმისა ზომისა და მოყვანილობის მიხედვით. ანუ ყველა დროის ყვავილი მაქვს, იცით? ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ეს ღია გრუნტში. მაგრამ იცით რა არის? გვიან შემოდგომაზე უკვე რო ქრიზანთემაც რომ მოილია და დაიძინა, არ მოკვდა, დაიძინა. მე უკვე ვიფიქრე რომ მე ზამთარში როგორ უნდა გამეძლო და ამან მომცა იდეა იმისი რომ სათბური უნდა გამიკეთებინა, იცით? მეუბნებოდნენ სათბურს აკეთებ, როგორ აკეთებ, რას აკეთებ, ისა ალბათ მწვანილის, ალბათ ბოსტნეულის. არა, და ბოლოს მიხვდნენ რომ ზაფხულში თუ ყვავილი მექნებოდა ზამთრისთვისაც მინდოდა. ეხლა ამან პირობები და საერთოდ შემოსავალი უფრო მეტი მომცა. ეხლა უყურეთ მე უკვე პროექტი გამოცხადდა, აწარმოე საქართველოში. ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ, იმიტომ კი არ მივიღე მონაწილეობა, რაღაცა სერიოზული დაფინანსების დიდი ან სურვილი მქონდა და ან კიდე იმედი, თუნდაც ეხლა პროექტებში გამარჯვება არ იყო ჩემთვის უცხო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ეხლა ამას თუ ასე მივყვებოდი და პროექტშიც თუ ბოლომდე გავიდოდი, არ მეგონა, ნამდვილად არ მეგონა. დავწერე პროექტი ქალი და სილამაზე, ქალი და მშვენიერება, ქალი და ხელოვნება, ну ასეთი. სადაც მივუთითე რომ ყვავილებს დავრგავდი, ბოლქვზეც ვიმუშავებდი, ყვავილზეც ვიმუშავებდი, მაგრამ ეს ძირითადად უფრო ბიზნესზე არ იყო ორიენტირებული. ეს უფრო სილამაზესთან და ქალის ხელოვნებასთან იყო, ქალი და ხელოვნებასთან იყო ეს. ეხლა უყურეთ, ეხლა ყვავილმა მე კიდე მომცა ის რომ რაღაც დამაინტერესდა აი კალათები, წნულები, რაღაცა წნული დეკორაციები, რაღაცეები ეს უკვე ხელოვნებაა იცით და იცით საიდან დავიწყე? დავიწყე ხელოვნებიდან, დავიწყე ისტორიკოსობიდან და ისევ ხელოვნებამდე მივედი. ანუ ის რაც ჩემში კოდი იყო ჩადებული, ისევ ხელოვნებით გავაგრძელე და ეხლა დღეს მოგეხსენებათ, ეხლა ეს მცირედია, ეხლაც კი ძალიან ბევრი ყვავილი ყვავის ჩემს ეზოში, გიაცინდებიც არის, წულპანებიც არის, ისე ყველაფერს ერთიანად რა თქმა უნდა აქ ვერ წამოვიღებდი, მაგრამ
ხშირად სრული გამიჩნდა რაღაცნაირად ვიფიქრე, ნუ ეხლა ფერის შერჩევა იქნება, თვითონ ყვავილი, ეს ყვავილი მოგეხსენებათ არის გემოვნებით არის ივარ და მარიამ, კი, ეს უფრო იების ჯგუფს მიეკუთვნება და ეს, მაგრამ უამრავი ყვავილი მაქვს კიდევ და როცა მობრძანდებით აუცილებლად იქიდე სხვა ფორმისა და ზომისა და ყვავილის სახეობას შემოგთავაზებ. რა თქმა უნდა, ყველა ყვავის ჭირდება თავისებური მოვლა. ანუ რითი განსხვავდება დაუშვათ ვარდების მოვლა, თუნდაც ტიტებისგან? ეხლა ტიტები თავისით ამოდის, ზამთარში რჩება. თავარია ერთხელ დარგო, მე კი 60 წელიწადში უნდა გადახალისება, რამდენსაც მეტად გადაახალისებ, მეტ უკეთეს ყვავილს მოგცემს, რა თქმა უნდა. ვარდს ერთხელ დარგავდა, უნდა იცოდე რა ვარდია და როგორ. ეხლა ეს არის ისეთი ვარდი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყვავის. ხოლო თუ სითბოს და პირობებს არ შეუქმნის, 3 თვე ჩერდება. ხოლო კი არ ფუჭდება, უბრალოდ ჩერდება და ყვავილს არ გაძლევს. მაგრამ ეს ისეთი ვარდია ჰოლანდიური, რომელიც წელიწადში 13-14 ვარდს მაინც გაძლევს. იცით რა არის? აი ყველაფერი რო ერთად აყვავდება. ზაფხულში რო ერთად აყვავდება გეორგინები, გლადიოლუსები. სხვადასხვა აი ბაია არის ერთი ყვავილი, ესეთი ლილიები, კალები. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყო. აი დავიჯერეთ კი არა და დამერწმუნებით. არ არსებობს, რომ კარგ ხასიათზე არ დადგე. მავიწყდება ყველანაირი დარდი. თუმცა მე თქვიან ხოლმე მარტო ხარ, გაუთხოვარი ხარ და რისი დარდი და ვაიმე, მე უფრო მეტი დარდი მაქვს. მე უფრო მეტი საზრუნავი მაქვს. იმიტომ რომ ახლობლებისაც ის ხარ დაგვრჩენი ადამიანებს თუ არა ერთმანეთისთვის კეთილდღეობა არ უსურვოთ და ისა მით უმეტეს რომ ყვავილი კიდე ვიძახე ისევ ჩემი საზრუნავია და ცოცხალი ორგანიზმია და ალბათ ვისაც უყვარს ყვავილები და უნდა რომ გაამრავლოს და მოშონს ყველას დაინტერესდება სად შეიძლება რომ შეიძინო და უშუალოდ გადამ თქვენთან ალბათ ხო? იცით რა არის მე სიმართლე გითხრათ გაყიდვაზე მეტად გაჩუქება მირჩენია რაღა დაგიმალოთ უფრო აი იცით რა არის რო შემოვა ეზოში რო შემოვა და ეს ამხილა გადაყვავებული ეზოს რო დაინახავს და ვაიმე რომ მიტყვის აი ყველაფრად მიღირს მეტი არაფერი არ მინდა ხომ არიყო ის გეგმა ხომ არიყო რომ ბიზნესი უნდა ყოფილიყო ეს თავის დაუნებურად გახდა ბიზნესზე მომცა იცით რა მომცა ამან რაღაცა როგორ არ მომცა თორე კიდევ გულდაწყვეტით ვამბობ სამსახურიდან გამომიშვეს და პენსია არ მაქვს ხელფასი არ მაქვს იცით მე თვითონ ისეთი ადამიანი ვარ რომ მე ჯერ რომც მეუღლე რომ ყოლოდა ალბათ დამოკიდებული იმაზე ვერ ვიქნებოდი და მით უმეტეს რომ არ ამყავს და საკუთარი თავი ჩემი სარჩენია გამოდის რომ მარტო საკუთარი თავი არ არის ჩემი სარჩენი და პირიქით იქით შემიძლია ვიღაცას დავეხმარო არ არსებობს ხოლმე რომ ამაზე არ საუბრობენ საერთოდ მაგრამ ვინმე გავიგო ისეთი შემი მთელი ღამე არ მძინავს რომ ვიცი რომ ვიღაცას არ აქვს და აკლია ვიღაცას შია ვიღაცას წყური აი არაფრით არ შემიძლია რომ ის კარგი იქნებოდა ეს თქვენარი ადამიანები რომ ბევრი ცხოვრობდეს ჩვენს ქვეყანაში გაჭირებული ადამიანი ნაკლები იქნება რამდენად შევძელი და რამდენად შევძლებ არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ყველაფერს შეძლებთ ჩვენს მაყურებლებს შორის ახლა დარწმუნებული არ იქნებიან ადამიანები რომლებიც თქვენსავით მარტო არიან და მარტო ეჭიდებიან ამ ცხოვრებას რას ურჩევდით მათ ბევრი იკეტება თავის თავში და ესე თქვენსავით ლაღი არ არის კი ახლა მე რას ურჩევდი ჯერ დიდი მადლობა იმისთვის რომ მე ღირსად ჩავთვალეთ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში ახლა რამდენად თქვენს გადაცემის იმან თვითონ გადაცემის სათაურმა და სახელმა იმდენად დამაინტერესა პოზიტივი რომ დიდი მადლობა ამისთვის თუკი მადლობა თქვენ თუკი მე გარკვეული პოზიტივი შემოვიტანე თუ ვინმეს მაპატიეთ მაგრამ დავარიგე თუ ვინმე მომბაძავს როგორც ძლიერი ქალი თუკი თქვენ ამას რა თქმა უნდა ფიქრობთ რომ მე ძლიერი ვარ და თუკი ამ ყველაფერში იქნება იყავ ბაძი და არამშური ეს პატარას არ ნიშნავს და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ალბათ ვიღაცა დავაფიქრე
ვიღაცას ვუბიძგესი ლამაზისკენ, ვიღაცას სიცოცხლისაკენ და ძალიან და დიზაინიც თქვენია, ხო? კი, ეს რაღაცა ცოტა ისეთ დროს შემოვიჭერი და ისეთი ნაუცბათები იყო, რომ ყველაფერი და კი, ეს კალათებიც და ისე და ჩემთვის ძირითადად ორიენტირებული ვარ იმ ხელოვნებაზე. არასოდეს ერთი და იგივე ყვავილით, ერთნაირი თაიგული არასდროს არ გამომდის. ეს არის ხასიათი. ფანტაზიის უნარიც. ფანტაზიის უნარიც და ეს უნდა იყოს ხასიათიც და იმდენად პროექტზე აწარმოე საქართველოში რომ ვისაუბრე, გავიმარჯვე ამ პროექტში, დავწერე ეს პროექტი, გავიმარჯვე, ერთხელ დამირეკეს რომ თქვენ გადახვედით მეორე ტურში. რაღაცა ისა. ეს მე ის მოხალისეთ ვიყავი და ის, მაგრამ იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ დამაფინანსეს 5000 ლარით და მადლობა მთავრობას თუნდაც ის, რომ ამათ მომცეს იმის საშუალება კიდე რომ გავაფართოვო და რა თქმა უნდა ის ახლა ეს მე ამით არ შემოვიფარგლები, ეს გაფართოვდება კიდევაც, უფრო მეტ სილამაზესაც მოვემსახურები და უფრო მეტ ადამიანებსაც მოვემსახურები, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ სხვა სამსახური აუცილებლად მჭირდება. ის რაზეც დიდი ხნით მე დიპლომებისთვის ვიბრძოდი. იმედია გადასაქმებენ აუცილებლად იმსახურებთ ამას და თუმცა პარალელურად მე ამას ვერ შეველები. აი ყვავილი ყოფილა, ყვავილის სიყვარული დაავადება ყოფილა თურმე და ეს კარგი დაავადება ყოფილა. პოზიტიური შემთხვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ და ჩვენ მაყურებელს ვეთქვი რომ იყვნენ ესეთი ძლიერები როგორიც ხართ თქვენ. აი მე მინდა ზუსტად ეს უთხრა რომ არ უნდა ჩაიკეტო, არ უნდა დარჩე, უნდა იბრძოლო და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და ყოველთვის გამოსაყენებელი ფრაზაა ცხოვრებაში, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ბრძოლაში მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ. რამდენად ვამართლებ მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კარგად ვარ. ცდილობთ თქვენ რა. ცდილობ რამდენად გამომდის მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ვიყო ძლიერი, იმიტომ რომ ცხოვრებას არ უნდა შეუშინდე და არასოდეს არ უნდა თქვა ის რომ არასოდეს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მეც რომ ხართ ჩვენი სტუმარი და მე ძალიან ბევრი გავიგე და ვისწავლე დღეს თქვენ. ნამდვილად. ეს დადებით ენერგიით დამუხტული გავდივარ სტუდიიდან, პოზიტივი დასასრულს მივახლოვ და გემშვიდობებით ხვალამდე ვემშვიდობებ ჩვენ სტუმარს. მადლობა. ტელემაყურებელს. ნახვამდის.